შუადღეში მოგესალმებით დაუბრუნდით სტუმრებთან ერთად და დღეს ჩვენი სტუმრები არიან პროექტ ხელოვნება ქალთა უფლებებისთვის იდეის ავტორები და მონაწილეები. არის სამთავრობო ორგანიზაცია მიგრაციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი როლოსებუა, მხატვარი ლია უკლება, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე და ფილოსოფოსი თამარ ცხადაძე. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. და პირველი კითხვა ლელა შენ დაგისვა. სადაც პროექტის ფორმატზე და პროექტის არსზე რომ ვისაუბრო და როგორც ვიცით, გუშინ ჩატარდა შემაჯამებელი და დასკვნითი ივენთი ინტერვენციულში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და რაც შეეხება პროექტს, ეს პროექტი არის სამთავრობო ორგანიზაცია მიგრაციის სახლისა და მხატვარ ლია უკლებას ერთობლივი პროექტი იყო, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერდა ქალთა ფონდი საქართველოში და სათავეშივე როცა ამ იდეაზე ვლაპარაკობდით, ვფიქრობდით, რომ პროექტი იქნებოდა ძალიან საინტერესო და ერთი განსაკუთრებული შტრიხი იყო ალბათ აქ, რომ პროექტი არ მიმდინარეობდა ჩვეულებრივად ისეთ სივრცეებში, სადაც არის ხოლმე აკადემიური სივრცეები, ძირითადად გამოფენები, მოხსენებები, შემდეგ დისკუსიები. ეს იყო ადგილები სამიანო გინეკოლოგიურ კლინიკებში, ქუთაისში და 5 არის ასეთი სამიანო გინეკოლოგიური კლინიკა ქალაქში, სადაც უშუალოდ პაციენტებთან ფოიეში, სადაც ისინი ელოდებოდნენ სამედიცინო მომსახურებას, იფინებოდა ლიას ნამუშევრები და გუშინ დაემატა ქრისტინეს ნამუშევრები, ეს ნამუშევრები ძირითადად ეძღვნება ქალთა თემებს და ყველა ამ ივენტზე ყავდა ძალიან საინტერესო მოხსენებლები მოწვეული შემიძლია ვთქვა და მადლობა უთხრა თითოეულ მათგანს, ასევე თამარს დღევანდელი სტუმრობისთვის თბილისიდან. რაც ყველაზე მთავარი არის და პროექტის არსი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ქონოდა ურთიერთობები, კონტაქტი და გვესაუბრა მათთან ქალთა პრობლემებზე, ეს იყო საშუალება, ნამუშევრები, ასე ვთქვა და ასევე ეს მოხსენებები და დისკუსია, რომ ის გრძნობელობა ქალებს ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში ქონდეთ გაცილებით უფრო მეტი ვიდრე აქვთ და გაცილებით მეტი იცოდნენ თავიანთ უფლებებზე. პროექტი დაიწყო მაისის თვეში ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში გაიხსნა და დასრულდა ინტერვენციულ ცენტრში. დიდი მადლობა ასევე ყველა მენეჯერს, კლინიკების მენეჯერებს, რადგან მათ მოგცეს ძალიან უშუალოდ შესაძლებლობა, რომ ეს პროექტები განხორციელებული იყო მათ აუდიტორიებში და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იყო უშუალოდ ჩართული, დიდი მადლობა ქალთა ფონდს ფინანსური მხარდაჭერისთვის. ლია, ძირითადად რამოდენიმე გამოფენებზე იყო შენი ნახატები და ან უკვე რაღაც დასკვნითი შეჯამებით აზრი გექნება, ანუ რა გამოხმაურება ქონდა პროექტს და როგორ ფიქრობ, აი რამდენად შედგა? როგორც ლელამ თქვა, ძალიან საინტერესო იყო ზუსტად იმ გაგებით ეს პროექტი, რომ ეს იყო ის სივრცე, რომელიც სივრცეშიც მოულოდნელი იყო ხოლმე ჩვენი შეჭრა, ასე ვთქვათ, და ის ადამიანები ესწრებოდნენ ამ გამოფენა დისკუსიებს, რომლებიც აბსოლუტურად არ ელოდნენ იმ სივრცეში ასეთი ტიპის ივენტს დავარქმევ თუ აქციას და შესაბამისად იყო, რა თქმა უნდა, საინტერესო ჩვენთვისაც, იმიტომ რომ წინასწარი განწყობები არ გქონდა. წინასწარ განწყობები ანუ როგორ მიიღებდა საზოგადოება ამას, რა შეკითხვას დასვავდა, რა შეიძლება ყოფილიყო ეს ნეგატიური, შეიძლება ყოფილიყო ეს პოზიტიური და ზუსტად ეს პროგნოზები გამართლდა. იმიტომ რომ იყო რამდენიმე სამშობიაროში საკმაოდ მწვავე დებატები ჩატარდა, არ გვეთანხმებოდნენ რაღაც შეხედულებებზე გვეთანხმებოდნენ და მოუწონდათ კიდევაც ჩვენი იდეები, მაგრამ ზუსტად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ხიბლი ქონდა ზუსტად, რომ იქ წამოვიდა არა 100%-იანი თანხმობა, არამედ რაღაც დაპირისპირებები მოყვა კამათის დროს და ეს იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის. რაც შეეხება ჩემს ნამუშევრებს, ყველა ნამუშევარი, რომელიც წარმოდგენილი მქონდა თითოეულ გამოფენაზე, ეძღვნებოდა ქალთა საკითხებს, ქალების თემებს, ანუ ადამიანების პრობლემებს, ეს იყო გარეგამოხატული თუ ეგზისტენციალური და ძირითადად ხო პროექტის ფარგლებში მე შევქმენი რამდენიმე ახალი ნამუშევარი. ყოველ ივენტზე თითო ახალი ნამუშევარი დავდე, გამონაკლისი იყო ეს ბოლო ივენტი, ვინაიდან ვეღარ მოვასწარი.
ძალიან დაწყებული მაქვს მუშაობა და ვერ დავასრულე, საკმაოდ დიდი ხანი ჭირდება რომ დასრულდეს ეს ნახატი, ვერ დავასრულე, მაგრამ როცა დავასრულებ აუცილებლად ვაჩვენებ ჩვენს სამთვალიერებელს ფოგორმე და ფოტონ გვერდზე ავტვირთ. თამარ, ან გუშინ გქონდათ მოხსენება დისკუსია, ასე რომ ვთქვათ, ინტერვენციაში. რა თემაზე იყო ეს და მე ავარჩიე ფემინიზმი და მისი კავშირი ქალის უფლებასთან საკუთარ სხეულზე. ახლა მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა უთხრა ლელას და ილიას, რომ ესეთი შესაძლებლობა მომწეს ქუთაისში ჩამოსულიყავი და ჩანატარებინა ეს ლექცია. ჩვენსაც იყო ძალიან საინტერესო, როგორც წესი ლექციებს რადგან სწავლება მიწევს უნივერსიტეტში შეჩვეული ვარ, მაგრამ ასეთ ვითარებას, სადაც აუდიტორია არ არის, რომ მას რამეს დაუწყებენ ლაპარაკს, საკმაოდ ექსტრაორდინარული იყო ჩემთვისაც, თავისებური რისკის შემცველი იყო ჩემთვისაც და ამ მხრივ იყო საინტერესო. თემა ასეთი ავარჩიე, იმიტომ რომ პრინციპში მაინც ზოგადი გამოვიდა ლექცია ძალიან თეორიულად ღრმა დეტალებზე, ფორმატი არ იძლეოდა საშუალებას რომ იქ მელაპარაკა, მაგრამ ძირითადი მახვილი გავაკეთე ზუსტად იმაზე, ერთ კონკრეტულ ასპექტზე, ქალის მარგინალიზებული და ჩაგრული მდგომარეობისა ჩვენს საზოგადოებაში, რომელსაც ფემინიზმი დიდ ყურადღებას აქცევს, სახელმწიფო ქალის საკუთარ სხეულთან დამოკიდებულების ბაში შეჭრაზე საზოგადოების მიერ, სამედიცინო ინსტიტუტების მიერ, სილამაზის ინდუსტრიის მიერ, როგორ იჭრებს, როგორ აუცხოებს ქალს საკუთარი სხეულისგან. მეორე ასპექტი ქალისა და სხეულის მიმართებისა, ასევე საინტერესო ფემინიზმისთვის, რომელიც ვცადე რომ გამომეკვეთა, არის ეს ვითარება, რომ სხეულს ზოგადად დასავლური კულტურა რამდენად შედარებით ამრეზით შეიძლება თქვათ უყურებს, როგორც რაღაცა დაბალს, არასუფთას, არაწმინდას და აი ეს სხეულის მიმართ ეს ნეგატიური დამოკიდებულება განსაკუთრებულად მძაფრად ითარგმნება სწორედ ქალთან დამოკიდებულებაში. ქალის სხეული არის ხოლმე როგორც ესე აი საზიზღარი სხეული, მე აქ წყალებში ვსამამას, როგორც ინგლისურად ხვალბეთ objects, ანუ სხეული, რომელსაც კულტურა ვერ იტევს, რომლის სახელსაც კულტურა ვერ პოულობს. ამაზე ბევრი საინტერესო ტექსტი არსებობს ფემინისტურ თეორიაში და ცადე რომ ეს რამდენიმე მახვილი გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, არსებული დროის შეზღუდების გათვალისწინებით თავისთავად. მე იყო ძალიან საინტერესო. და ხუთი მოღონისება ჩატარდა პროექტის ფარგლებში. თუ ანუ რეზიუმესავით რომ გავაკეთოთ, რა თემებზე ხდებოდა დისკუსიები? ხუთი ივენთი ჩატარდა, როგორც ვთქვით, და ძირითადად სამიანო გინეკოლოგიური კლინიკებში, რადგან ძირითადად მომხმარებელი პაციენტი ძირითადად არის ქალი ამ კლინიკებში. ეს ყველა მოხსენება ეხებოდა ქალთა პრობლემებს, აი თამარმა აღნიშნა თავის თემა, ასევე იყვნენ მომხსენებლები და იყო თემები ქალის არჩევანი, ძალადობა ქალზე, ნუ ძალიან რამდენიმე და ფსიქოლოგიური ძალადობა და ანუ ეს არ მოიცავდა კონკრეტულად ამას, იმიტომ რომ თავისთავად რეპროდუქციულ ჯანმრთელობას საკელერტზე დათმობილი ქონდა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და სტატისტიკას თუ რა მდგომარეობა არის აბორტების თვალსაზრისით ქვეყანაში, შობადობის თვალსაზრისით და ასე ანუ სელექციური აბორტებზე და ასე შემდეგ. ქალის რეპროდუქციული უფლებები როგორი არის საქართველოში კი და ფიქრობ რომ ეს თემები არ იყო ყველა იმ პრობლემის წარმოჩენა რაც ზოგადად არის ჩვენ საზოგადოებაში, რასაც განიცდიან ქალები, მაგრამ იყო საკმაოდ საინტერესო. ყველა მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თითქმის ყველა სტუმარი ერთი ყავდა ადგილობრივი მომხსენებელი, შორენა სულამანიძე და გივი ავალიანი იყო კიდევ მადლობა თითოეულ მათგანს და მადლობა მხატვრებს ვისაც იყვნენ ჩვენ პროექტის მონაწილეები. და ქრისტინე, შენს რამდენად ახლოა ეს თემა? ქალის უფლებები. ახლოა, იმიტომ რომ ქალი ვარ მეც პირველ რიგში და ეს შენს ნახატი. მართალია შეიძლება ამ სიმძაფრით არა, როგორც საუბრობთ ხოლმე ამ შეხვედრებზე, მაგრამ მეც შემხედვია ხოლმე სხვადასხვა ფორმით ეს ძალადობა. და გუშინდელ, ასე ვთქვათ,
გამოფენაზეც. პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა და დიდი მადლობა ლელას და ლიას, იმიტომ რომ ჩემთვისაც საინტერესო ზოგადად ეს განსხვავებული სივრცეები საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ განსხვავებული რეაქციებს პოულობ ხოლმე და ის ნახატები რაც შევარჩიე, სწორედ პასუხობდა ამ თემას. ერთ-ერთი ნახატი იყო სამი ბრძენი ქალი, რომელიც ვერ ხედავ არ მესმის, ვერ ვლაპარაკობ თემაზე, რომელიც ერთგვარად შეზღუდულ სივრცეში შეზღუდულ შესაძლებლობებზე იყო, ასევე ეს შაბლონური ფრაზა რომ კაცი ქალის თავია, ესეთი და ბევრი სხვადასხვა ეს დამახინჯებული სტერეოტიპები ერთგვარად დავცინე ამ ყველაფერს და ჩემი პროტესტი ამით გამოვხატე. რამდენიც არის შესაძლებელი რომ აი მსგავს ფორმატის შეხვედრები ივენთები გაგრძელდეს? გვაქვს რამდენიმე იდეა, რომელიც ჯერ არის მხოლოდ იდეა, თუმცა შევეცდებით რომ ეს გადაიქცეს პროექტად და განხორციელებად გახდეს. ისევ ერთობლივად, ან გარდა იმისა, რომ მედალიო თანამშრომლობთ ვართ მეგობრები და გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ხედვა და ყველაზე მთავარი აღნიშნავ ეს ალბათ ანონსიც იქნება ერთგვარი ვისარგებლებ შემთხვევით რომ დარჩა რაღაც თანხა ვალუტის ცვლილებებთან დაკავშირებით და შევეცადეთ ეს თანხაც გამოყენებული იქნას ისევ აუდიტორიასთან კონტაქტისთვის და რახან მიგრაციის სახლი ძირითადად ალბათ უნდა ახორციელებდეს შეიძლება ესე გაჩნდეს ანუ ასოციაცია მიგრაციაზე პროექტებს ეს არ არის ასე იმიტომ რომ რადგან მიგრანტების უმეტესი რაოდენობა ქვეყნიდან გასული ადამიანების არის ქალი ჩვენთვის საინტერესო იყო რა თქმა უნდა ამ ქალების პრობლემებზე მუშაობა მაგრამ არ უმიჯნავთ და არ ვფიქრობთ რომ ქვეყნიდან წასული ქალი და აქ დარჩენილი ქალი არის სხვადასხვა სივრცე მე ესე მგონია რომ მათ ძალიან ბევრი საერთო პრობლემები აქვს ამიტომაც ბოლო ივენთი გუში გქონდა ფონდთან მოლაპარაკება და მივიღეთ თანხმობა და დიდი მადლობა ამისთვის ნანა ფანცულაიას ფონდის დირექტორს და რომ მიგრაციაზე და ქალზე გავმართავთ ივენთს და ვფიქრობთ ეს იყოს უნივერსიტეტი სადაც აუდიტორია გაცილებით მასშტაბური იქნება სადაც სწავლობენ ბავშვები რომელთა ერთი მშობელი მაინც არის მიგრანტი და ასევე ვფიქრობ რომ თვითონ ბავშვებიც არიან პოტენციური მიგრანტები რომლებიც ათრე თუ გვიან რაღაც ნაწილი მაინც დატოვებს ქვეყანას და მათ ჰქონდეთ იმ მტკივნეულ თემებზე ინფორმაცია გაცილებით მეტი ვიდრე აქვთ დღემდე და ალბათ გავგეგმეთ კიდეც ეს იქნება 23 ოქტომბრის დასასრულს იდა ბახტურიძე იქნება მომხსენებელი იდას დედაც მიგრანტია და მისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა ყოველ შემთხვევაში ამაზე უფრო ისეთ ღონისძიებას რა თქმა უნდა დავდებთ და გავაკეთებთ მოწვევას საინტერესო ვისთვისაც საინტერესო იქნება თემა და შემდეგი პროექტი ამ წუთში დაგეგმილი არა გვაქვს მაგრამ თუ კი ეს იქნება რა თქმა უნდა საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი თეები გვაქვს ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ და განხორციელებას ამ იდეების და დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვისაუბრებ შემთხვევით ნეგატივს ვეთქვი ძალიან დიდ მადლობას საინფორმაციო მხარდაჭერისთვის და ასევე ყველა იმ ტელევიზიას ვით მთელი ამ მიმდინარეობის მანძილზე მხარი დაგვიჭირა. ძალიან დიდი მადლობა.